მოგესალმებით მეგობრებო, დღეს კიდევ ერთი შესანიშნავი დღე გათენდა ჩვენ სოფელში. ეს არის ჩემი სახლი, სადაც ცხოვრობ, პატარა, მაგრამ ძალიან კომფორტული. წავიდეთ ახლა ჩემ ბუგატისთან. აი მეგობრებო, გამოჩნდა ლეგენდარული მანქანა, გორ გამოიყურება რა. ჩემი ბუგატი. კარგით მეგობრებო, 1-2 სიტყვით გეტყვით თუ დღეს რას ვაპირებ. ავალ ჩანჩქერზე, კილომეტრ-ნახევრიან გზას გავივილი აღმართზე, გაუჩერებლად. შემდეგ ჩავალ ცივ მდინარეში, ისევ. შეიძლება იფიქროთ რომ რამე გამეყინა, მაგრამ ძალიან ცდებით, არაფერიც არ გამეყინა. ყველაფერი რიგზეა. და მე სახლში წამოვალ და უგემრიელე სტეიქს შევწვალ. ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, დამიჯერეთ არინანებ. რავით, გამოვყევით, გამოიწერეთ ჩემი არხი, უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით. მადლობა, წავედით. კარგი, დავეშვით. წავიდეთ. რემენი, ისეთი რემენია რომ ნამდვილი ასე არაა რომ რავი დაგემართოს რა. გიცავს ყველაფრისგან, აბსოლუტურად. ამ მანქანა არ მოდის. დაველოდოთ ერთ მანქანას. დაველოდოთ. მიდი ლომო, მიდი. კარგია, წავედით. წავედით. ყველაზე დადებითი რაც ამ მანქანას აქვს, ის არის რომ არ გენანება. რამე გაუფუჭდეს, ცუდ გზაზე იარო, ან ნებისმიერ არ გენანება აბსოლუტურად. 4-ვე ბორბალი ერთდროულად რომ გაძვრეს, დამიჯერეთ, სიცილს დაიწყებთ, ისეთია. მოვედი მეგობრებო უკვე თითქმის მანქანას გავაჩერებ ახლა. ვაიმე ვახჩიმი. თავისუფალი პარკინგის ადგილი. დავიწყოთ აღმართზე სიარო. არანაირი გაჩერება, არანაირი დაღლა, არანაირი არა პირდაპირ ვიწყებ, ავთავრებთ. წავედით. დავიწყე სიარული და ეხლა როგორ გამოვიყურები, არანაირი დაღლა და არაფერი არ არის. აი შუამდე რომ მივალ, იქიდან ჩაგერთვებით და სულ დაუფლილი ვიქნები, ალბათ 800 მეტრს გავივლი. დღეს უკვე მე-10 დღეა, რაც აქ ამოვდივარ და გზნობ რომ უფრო და უფრო მიადვილდება და ასე გაგრძელდება მთელი ზამთარი, მთელი ზაფხული. ესეც გზა. აქეთ არაფერი არ არის. არც თოვლი უკვე, არც ყინული. აი მე უფრო დაიწყება. მეგობრებო, ნახევარი გზა გამოვიარე, ავჩერდები წინ და წინ. აბა, აქედან უკვე ძლიერი აღმართი დაიწყო. ესე სწორად მიჭირავს კამერა. წარმოიდგინეთ, აღმართი არ ჩანს. აი ესე ავწევ კამერას და გამოჩნდება. ამოვახციე, ამოვედი. კარგია რა. დღეს გუშინდელთან შედარებით 5%-ით უკეთესად ამოვედი. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი. ყოველ დღე ერთი და იგივე უნდა აკეთო, რომ შედეგი მიიღო. ეს არის ბუნების დაუწერელი კანონი. კარგი. რა მაგარია. ცოტა წავივარდიშებ აქ, აჯიმანიები, ბუქნები, რას ველოდები. ეხლავე დავიწყებ. ადგილ შევარჩევ. წავიდა. 1 2 3 4 5 12 13 14 15. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩვენი აისბერგი ყოველ დღე ნელ-ნელა დიდდება. არ ვიცი, ჯერ არც კი მოუთოვია და არც კი გაუყინია ნორმალურად. ამზამთარს. ვაიმე, აქ ჩვენთან ბევრი ცხოველი ბინადრობს. დათვი, გელი, ტურა, ჯიხვი, ირემი, შველი და 1000 კიდე პატარა ცხოველები. რა ვიცი, ამოვედი გაუჩერებლად. ერთხელაც კი არ შემისვენია, არ გავჩერებულ ვარ. ჯერჯერობით კარგია. შევეცდები ყოველ დღე ამოვიდე. რატო დამყვება ეს კამერა? რაღაც უცნაურად ამოიყურება. მეგობრებო, ეს არის აქ არავინ არ არის. მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი კამერა მოწყობილობაა, რომელიც სახეს აღიქვავს და სხეულს და ნებისმიერ რამეს რა. და შეუძლია რომ იმას გაყვეს. აი ესე. კარგია ხო? კარგია, მე ძალიან მომწონს. კამერამენი საჭირო აღარაა უკვე.
ეს არის ჩემი კამერამენი. ეხლა გავიხდი და სხეულს განახებ თუ როგორ გამოვიყურები დღეს. აი ეს. მეგობრებო, დღეს არის ეს ჩემი სხეული. ასე გამოვიყურები და ფიქრობ, რომ სადღაც 4 თვეში, ან უფრო უკეთეს 3 თვეში ამას გავანადგურებ. ამას და ყველაფერს. ცხიმსო. სხვა არა. თუდი არ არის ალბათ. ძალიან კატასტროფა და საშინელება ცხიმი არა. შესაძლებელია რომ დავიკლო და შვენიერ ფორმაში ჩავდგე რა თქმა უნდა. კარგი ახლა თუ მოგწონთ ეს ვიდეო გამოიწერეთ არხი და რამე პატარა კომენტარი დაწერეთ ვიდეოს ქვემოთ. დიდი მადლობა. ეხლა მე კარგად გაცხელებული ვარ, გახურებული ვარ, ამიტომ ყველაფერს ჩავალაგებ და დავეშვები ქვემოთ ცივი მდინარის მისაღებ. ცივი მდინარე, მეგობრებო, ეს არის იდეალური ადრენალინის შეგრძნების საშუალება. ისეთ ადრენალინს გრძნობ, ისეთი ცივია წყალი და სიძარღვები ისე იკუმშება და სიცხლე ისე მოძრაობს და ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა და რა გითხრათ, არის ეს სუპერი და ძალიან მაგარი და ყველაფერი ერთად არის. ამიტომ გირჩევთ ცივი აბაზანის და ცივი შხაპის მაგივრად ერთხელ მაინც გამოვცადოთ ცივი მდინარე და მე მიხვდებით რასაც ვლაპარაკობ. ამიტომ ჩავალაგებ ყველაფერს და დავეშვები ცივ მდინარესთან. ჩამოვედი ქვემოთ და ეგრევე ჩავალ რა. მიდინიკა. არა, სხვა დღესთან შედარებით უფრო მიადვილდება. ცივი მდინარე, მეგობრებო! ცივი მდინარე! რა კაია. ცოტა შემოვტრიალდები, აბა. რა ლამაზი ყოფილა აქეთ ახედი. უკეთესი ხედი ყოფილა აქეთ. კარგი, ისე შემოვტრიალდები. გონი ცოტათი მცხელა რა. ცივი ლიმონათი ხომ არ გაქვთ თან? კარგია. ადრენალინი მეგობრებო! აი, უკვე ყვირის რო ვისხებ, ეთყობა რომ. არა რა. კარგია. ეხა დავიძინებ და ცოტა ხანში გამომაღვიძეთ. საკვარისია. გავცურო ზემოთ. კარგი, საკვარისია მეგობრებო. ცივია მდინარე. აბა. დავედი. ეხა ფეხის დასადები დავდო. აიმე. გონი მართლა ვერ ამოვრივარ ეხა. აიმე. ცივი მეგობრებო, ცივი მდინარე. ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნოთ. სულ სხვა არის, აბსოლუტურად სხვა. არა, ადგიზია და არ არის გაყინული. მისახოთ წავიღებ, მოიცადეთ, არც დაწახვიდეთ. არა, სულ სხვა შეგრძნება მოდის. სულ სხვა ხასიათზე გაყენეთ სრულიად. ჩემი კაი, ვერაფერს ვერ ვგრძნობ. მოიცადეთ, მისახოთ წავიღო. ჩემი აზრით და თქვენი აზრითაც ალბათ უკეთესად გამომივიდა დღეს. ხედავთ ალბათ რომ მე სულ წიგრდები. სიმხურო
ვალეს გამოვყოფ, რომ ეგრევე გავშრები რა, პირსახოცი შემდეგზე არ დამჭირდება. აქ რო უფრო მეტი ყინვა იქნება, უფრო გამიადვილდება. არა რა. აი, ენერგია. კარგი მეგობრებო, გავიმშრალებ, გამოვიცვლი და სახში წავა. უგემრიელესი სტეიკი უნდა შევწვა. მანამდე ერთ ადგილას გავივლი და ქვეთ გამოვყევით. ნახავთ უგემრიელეს სტეიკის შეწვას. აი ესეთი, აი. კარგი, დავეშვი. მეგობრებო, ჯერ კიდევ არ წავსულ ვარ. აი ამ ადგილას ვარ გამოვიცვალე რაღაცა და გამოცვლის მომენტში რაღაც თვალში ძალიან მომხვდა რაღაცა და აი ნახეთ. არ ვიცი ეს. ალბათ საყურეს გავს უფრო. საყურეს. შეხედეთ. ეხლა არ ვიცი ეს ოქროსია, ნამდვილია, ნახევარია თუ ბიჟუტერია, მაგრამ ლამაზია. ლამაზად გამოიყურება და აი მომწონს. ვიმეს ვაჩუქებ ალბათ. დამიწერეთ კომენტარებში ალბათ თქვენი აზრით ოქრო იქნება? არ ვიცი. ჩემი ბუგატი, ამაგდი ჩემო ლომო. ვაუ. აი მეგობრებო მოვედი ამ ადგილას, ეს არის ჩვენი სოფლის შესასვლელი და რატო მოვედი აქ? ახლავე განახებ. ერთადერთი ადგილია სადაც შეიძლება რომ ვიშოვოთ ჩვენ სოფელში. ეს არის როზმარინის ტოტები. აი ერთი იქით არის სოფლის შემოსასვლელში, ერთი აქეთ. ამიტომ ეხლა რამოდენიმეს მოვტე, ბევრს არა. აი ერთი და კიდევ რომელი? ერთიც იყოს. აი ეს შესანიშნავი. ორი ცალი სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ კარგი სტეიკი შევწვა. ამიტომ წავედით. ჩემი ბუგატი. კარგი მეგობრებო, ეხლა ჩვენ მოვამზადებთ ორ სტეიკს. უგემრიელეს, უწვნიანეს და საოცარი სტეიკი უნდა გამოვიდეს წესით რა. ნახოთ რა გამოვა. კარგი, მე ახლა გამოვიღებ და განახებთ სტეიკს. ორი უგემრიელესი ნაჭერი. ხო იცით, აი ძროხის ზურგის ნაწილია. უგემრიელესი. ამას ცოტა მარილს მოვაყრი. ოღონდ ცოტა ოდენს, ბევრს არა. ბევრი არ არის საჭირო. აი ეს, შვენიერი. ხა მეორე მხარესაც. კარგია. სუპერი. ამას დავაფარებ. კარგი. ახლა ჩვენ დაგვჭირდება ტაფა და რომელი ტაფა იცით? ისეთი ტაფა, რომელზეც მარტო ხორცი უნდა შეიწვას და არაფერი სხვა. აი განახებთ. აი მეგობრებო, აი ეს ტაფა არის, რომელზეც მხოლოდ და მხოლოდ ხორცი იწვება კარგად. შეხედეთ, აი. შვენიერი. კარგი, ავიღებ და გავაცხელებ მაქსიმალურად ჯერჯერობით. კარგია. ჩავრთო. მეგობრებო, ცოტა ოდენ ზეითუნის ძეც ვიხმარ. ცოტა ოდენს ოღონდ. იმზეც არა. ყვითელზეც არა. აი. საკმარისია. ესეთი რომ დავასხი სალფეტკით, უბრალოდ ირგვლივ მოусმევ ცოტას ამ ზეითუნის ძეც ტაფაზე. აი ესე. შვენიერი. ტაფა გაცხელდა. ეხლა ჩავუწევ ნელზე. აი ესე. ჩავუწევ გაზს ცოტას. დავდებ ხორცს. აი ეს. შვენიერი. ეხლა ამოვატრიალოთ ხორცი. აი. შვენიერი. მოტრიალი. ზემოდან დავადო რომ როზმარინის ორი ტოტი, რომელიც მე სოფლის შემოსასვლელში ესე ვთქვათ მოვიპოვე. ნიორს დავუმატებ ირგვლივ, რომ შეიწვას ნიორიც. ირგვლივ დავდებ ერთად შუაში, აი. ძალიან ლამაზი და გამოიყურება. ვაიმე, არომატიც და სუნელიც ფანტასტიურია რა. კიდე ცოტა ხანი დაველოდები, 1-2 წუთი. წვენის გამოშვებას იწყებს. ნიორს მოვატრიალებ. რას ფიქრობთ, მეგობრებო? სუქანი ხორცი მეც არ მიყვარს. ჭლე და ორი პატარა საშუალო ძროხის ხორცი. ისეთი რბილია და უმაღლესი ხარისხის არის, რომ სხვათა შორის ჩვენთან სოფელში ყველა ძროხა უმაღლესი ხარისხის ხორცი ძლევა. უმაღლესი ხარისხის. აი, თითს რო დააჭერ, ჩვეულებრივად ჩადის და აი ესე თითით გახრეთ ამ ხორცს. ხორცის მასას. შესანიშნავია.
ეხლა განახებთ რას ვიძავ. გადმოვიტან მთლიანად, აი, როგორც არის. აი ესე. ჩავდებ პატარა ტაფაში. შვენიერი, ვაიმე, რა მაგარია. აქეთ იქით ნიორს ჩაუყრი აქეთ იქით და აი, ესე ამგას გამოვთავ და ჯერჯერობით ესე გამოიყურება ჩემი ორი სტეიკი. აი პატარა წვენით გაუშვა და ეხლა ამას შევდებ გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ერთად ვნახოთ თუ რა გამოვიდა. შევიხედოთ თუ როგორ გამოიყურება ჩვენი სტეიკი. შესანიშნავი ფერი აქვს და უმაღლესი სტანდარტის სტეიკი შევძვი ასე თუ ისე. უმაღლესი რა მაღაზია 1-2 საფეხურით დაბალი, მაგრამ მაინც კარგი. ეხლა გამოვიღებ. აი ასე, ისეთი რბილია. როგორი ხმა აქვს. თითებს ჩაიკუნეთ, აი ამაზეა ნათქვამი. მე ახლა ამას გადმოვიღებ ამავე დაფაზე. ეს გადმოვდოთ აქ ნიორი, რომელიც იდეალურად არის შემწვარი. აი მე როგორი რბილია. აი ესე. პატარა სერვირება. რა თქმა უნდა, მეგობრებო, რა მოუხდება ამ შვენიერეს ხორცს? ტკბილი ბურგალური წიწაკა. აი ასე. მწვანე ნიორი და ესეც უნიკალური და უმშვენიერესი მაგნეზიუმი. აი ეს არის მეგობრებო ყველაზე მნიშვნელოვანი. კარგით მეგობრებო, ესეც ჩვენი დღის შედევრი, განუმეორებელი ორი სტეიკი. ნახოთ თუ რა გამოვიდა. ვაიმე. კარგი. შევჭამ. ასე ვთქვათ, ვარდისფერი ფერი ცოტათი დაკრავს, ოდნავ. შრალი გამოვიდა და გემოს გაუსინჯავ ახლა და ვნახავ რა არის. უბრალოდ გავსინჯავ. მერე ჩემს საფირმო соусთან ერთად. კარგია. ძროხის გემო იგრძნობა. არა, მართლა კაია. სუში ბარებში ხორცს რო იძლევიან, აი ეგეთი გემო აქვს. აბას соусთან ერთად ვნახავ. ნიორი მეგობრებო, ნიორი. განუმეორებელია. შესანიშნავია. ამ ვაშლის წვენსაც მივაყოლებ. დავლიევ. ოპა. კარგია. არანაირი კოკა-კოლა და არანაირი ისინი. არა, ადრე ვსვავდი, ეხლა აღარ. აბა კიდე ერთხელ. ყოველ დღე დამიდე და შევჭამ. ყოველ დღე. დედას პიცავა. ტკბილი ბოხოხა პირპილი. ბურგალური ასე რო ვთქვათ. ტკბილი ბურგალური წიწაკა. Und ისა რა დამანირადებული თუ რაღაც ძალიან გემრიელია. ვაიმე. სუწნიანია. როგორ ჩანს ქართული ნაწარმია, იმიტომ რომ ხო მიხდით. კარგი მეგობარო, თუ უყურებდი ამ ვიდეოს ბოლომდე და თუ მოგეწონა, გამოიწერე არხი, გააქტიურე ზარის ხილაკი, რომ შემდეგ ვიდეო დადებისთანავე ამოგივარდეს და თუ მოგინდა ასევე დააკომენტარე პატარა კომენტარი და მორჩა. არა აქვს მნიშვნელობა. კარგს დააკომენტარებ, ცუდს დააკომენტარებ. დაწერე რაც გინდა დაწერე. სულო და სულო. ღია არ არის. კარგი, დაგემშვიდობებით მეგობრებო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. თუ მოგეწონათ, აუცილებლად შემდეგსაც უყურეთ, რადგან შემდეგი უფრო მაგარი იქნება. გაიხარეთ.